Ჩვენ შეგვიძლია მოусმინოთ ახლა ნიკა მელიას, რომელიც ესწრებოდა გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრას. ნიკა, რა კონკრეტულ დეტალებზე იყო საუბარი? თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს უკვე ცნობილია 8-ვე ოლქში ვინ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის მხარდაჭერი და ამ კანდიდატებზე რაც გვეტყოდით? მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს. დიახ, დღეს ნაციონალური მოძრაობის სახელით შემიძლია თქვა ვკაფიოთ, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ხარს უჭერთ დილვე-ჩუღურეთის რაიონში როგორც საერთო მაჟორიტარულ კანდიდატს. და შეიძლება საბურთალოს რაიონში ნაციონალური მოძრაობა და მისი ბლოკი არ აყენებს კანდიდატს, ვინაიდან იქ არის არაერთი ღირსეული ოპოზიციური კანდიდატი წარმოდგენილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ არ დავაყენოთ კანდიდატი საბურთალოს რაიონში. ანუ ვიმეორებ, ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს ვკაფიოთ უჭერთ მხარს დილვე-ჩუღურეთის რაიონში და თავიდან ბოლომდე მას გამარჯვებაში დავეხმარებით ბატონი ვოლსკის წინააღმდეგ, რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, იქ უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის რაზეც ვისაუბრეთ დღეს ხმების ერთობლივი დაცვის სისტემა, ანუ უმჭიდროესი თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომ არც ერთი ხმა ბიზნეს ევენშობა არ მოიპაროს და მეტიც ჩემთვის აზრით იმ დაგვარი სისტემა უნდა შექმნას, თავში აზრთას არ გაივლოს ბატონმა ივანიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა, რომ ხმის მოპარვა შეიძლება მოხერხდეს მათ მიერ. მათ ხელში ბამბაც იჩხრიალებს 2020 წლის 31 ოქტომბერს და თუ რაიმე სახით პოლიტიკური ალღო შერჩა რომელიმე ქართული ოცნების ლიდერს, ჩემის აზრით ამაზე არც კი უნდა იფიქრონ. ამის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ამაზეც ვიმსჯელებთ, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უახლოეს პერიოდში მოვაწევროთ ხელი დეკლარაცია, რომ არ შევუქმნით ჩვენ კოალიციას იმ ძალას, რომელმაც 8 წლის განმავლობაში ჩამოშალა ყველაფერი, ის ჩამოსვლა შეიძლებოდა. ეკონომიკიდან დაწყებული, უსაფრთხოებით გარძელებული და უბრალოდ იმედიც კი ჩაკლა ადამიანებში განვითარების. არა უბრალოდ ბიძინა ივანიშვილს არ შეუქმნათ კოალიცია, არამედ იმ ძალას, რომელიც არ ემსახურება ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის ფაქტი. ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ ყავს მართლისადავეებთან, თუ ეს ხელისუფლებაა საერთოდ, მე ჩემს აზრით ამ ხელისუფლებას ვერ უწოდებ, იმიტომ რომ სადღაც არის ხელისუფლება ქვეყნებში ცუდი, კარგი, კარგს აქებენ, ცუდს აძაგებენ, მაგრამ ჩვენ ხელისუფლება როგორც ასეთი არ ყავს. ყავს ერთი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ მართლისადავეები აქვს მიტაცებული და ამ ადამიანს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა არანაირი თანამშრომლობის არც ერთ დემოკრატიულ ძალასთან, ეს ასეც იქნება, მაგრამ ნიშნად ასე ვთქვათ, ამ ყველაფრისა უნდა მოეწეროს ხელი დეკლარაციას და მე ვფიქრობ, ამასაც მოვახერხებთ ოპოზიციური პარტიები, ვსჯელობთ ამაზე აქტიურად და უახლოეს პერიოდში მთელ საქართველოს ეცოდინება, რომ ბიძინა ივანიშვილს არავინ არასოდეს ამ ქვეყნის საზიანოდ კოალიციას არ შეუქმნის. თუ იყო საუბარი პრემიერობის კანდიდატზე, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. დღეს ამ ფორმატში, რა თქმა უნდა, საკითხებთან დაკავშირებით საუბარი არ არის. ეს არის ფართო ასე კოალიციური მრავალპარტიული შეხვედრები, ყველა საარჩევნო ბლოკს, ძირითადად ოპოზიციურ პარტიებს აქვს სუვერენული უფლება ისაუბროს ამ ყველაფერზე, ოღონდ არა აქ, არამედ ბლოკებში, საკუთარ ბლოკებში და საკუთარ საარჩევნო შტაბებში. ბუნებრივია ნაციონალური მოძრაობა ემზადება საარჩევნო კამპანიის დასაწყებად და სტარტი მიეცემა უახლოეს დღეებში და ყველაფერთან დაკავშირებით დეტალურად ინფორმირებული იქნებით, ვინ თუ აპრიორიში თქვენ მედია. მადლობა.